გამარჯობა. ვიწოცხლეთ შემოგაქვს. იქნება. უმეცნახნა. ვენა ცხოვრობდით ბატონო. ეს სიცოცხლე აღავატა. ეს ჩემი სახლი. ახლა დაიწია ზვანს არა. იგი პოტასა ისულ ახაურობდა. ის გამოსтай. ძალიან დაზარავდით ბატონო. დიდი სიმდიდრის პატრონი, არასოდეს ყოფილა. როგორი დათხოვდნენ, ბიჭები დასოშიდნენ და სხვაგან დაიძებდნენ. მე კი აქაურობას ვერ შევედი, ვერ. მინდოდა გამემსწორებინა ცხოვრება, მაგრამ არ გამოიცა. Ben, აქაურისთან ბატონო. დიახ. თქვენ ალბათ აგეხსნებათ. წინათი იპოდრომი. მე ჩვენი გადაშენდა და ჯირითის მაგივრად ბურთაობა იმართებოდა. გახსოვ. თანდათან სვამ ჩახლა აქაურო. ახლა ქვეყანას ეს ერთი ცისნამი დავერაფერს და მაგრამ მე ჩემი ტკივილი მაქვს, ჩემი ასე მგონია, მიწის კი არა, ჩემი ცხოვრების ნაწილი წაიღო. ისე ვიცოდი ასე რომ დამთავრდა ესა. იცოდი? მე კი არა, ყველანი იცოდა ბატონო, მაგრამ ვითომ ვერ ხედავდნენ. სვარომ ჩაკმაყას მიდირებდა. ერთხელ ულმა აღარ მომიწვინა და მაინც მივედი ამასკოვში. მაგ საკითხებს დღეს აღებულობენ. მეორეთაც ასე მითხრეს. გადასწრები თალხია ამ ქალაქს თუ არ მიხედავენ. აბა განიარაღების საკითხი სულ არ ეკითხებათ მაგათ. აბა ახლა კი შეწუხდნენ იცოცხლე, მაგრამ რაღა დროის ამდენი ოჯახის დაბინაება არ გინდა? სად მოგაწევს ეს? მეზღვაურების სასტუმრო დაგვიჩნეს. დროები. მაგრამ იქ რა გამაჩერეს? ჩემი შვილიშვილისა იღებდა გეოგრაფიაში. ისე გამოვალდა რაღაც.
არი ვახშმე? ავადამალები. Алло, ნავსადგურია? გამარჯობა. ვარამიევა. რა ხდება თქვენთან? ირემაძე მინდა. ეს ამერ ბანზეა? დასაგებია. რომ მოიცით ამერიკოს. სახლში ვიქნებ. რა მოხდა თქვენთან? რა უნდა მოხდარიყო? რა ვიცი. თინამ დამირეკა. რა? ვიქტორი ძალიან აღელვებული დაბრუნდა ბიუროდან. ოთახში ჩაიკეტა და ხმას არ იღებსო. ხო, მოხდა რაღაც. მაინც? არ მეტყვი? სხვა დროს იყო. Алло? Исмен? Алло? Исмен? და თუ შენ ახარ? ხო. კარგი. ხალმი მიზავრი. გურები. რამდენი ხნით? ერთი დღით. კი, მაგრამ აუცილებელია შენი წასვლა. აუცილებელი. ხომ არაფერი გჭირდება? არა, არაფერი შედავრი. გულდა? აქვს. დასაქმელი. ადრეს თქვენი დასაქმელია გასახული. ხალხად? მოგეშინე. კი, მაგრამ არ გამოივლი? ვერა დედათი მიდევს. როგორ ხარ? რა ვიცი, არა გუშა. აკა. გეძლი? კარგი დიხარ. მოიცა. როგორც კი ჩახვალ მაშინე მოიწერე. კარგი. დილით დათო ერთი თვითმები. ვიცი. თვითონ დაგირეკა? არა მithmes. მერე? რა მე? დავიდე? აგეგზავნე უნდა წავიდე. იქ რა უნდა გააკეთოს? რასაც ხვები აკეთებენ. მე ხალ ვიქტორს დაურეკა. და შენ გონი არ ყავა? კი, მაგრამ არჩი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? მანამდე სანამ თვითონ დათო არ მიხვდება რომ მე მართალი ვიყავ. გამარჯობათ? გამარჯობათ? არჩილ გვარამია მინდოდა. მოგრძანდით.
მარია. გამარჯობა. თუმცა რაღაც საკვირია, ერთხელ რეისიდან დაბრუნდი წვერმოშვებული. საკუთარმა ქალიშვილმა ვერ მიცნო. მამა შინ არ არის. გოგი! გოგი! გოგი ვერ მიცანი. რატო მე ხომ თქვენი მეჯვარე ვარ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? 20. რატომ გავიდა? მოიცა, როდის ნახეთ მე თქვენ უკან ახსენებთ? 7 წლის წინ, გამდინა. შესამ, მოიცა. გაიხადე. მოდი დაჯექი. მე ინსტიტუტში დაკრძალე. მოდი არ დაჯექე. შენს კი რა ამბებია მითხარი? რა ვიცი, რა გიქ. მესამე ქალიშვილი გამეჩნდა. არ დამიწყო ეხლა მოლოცვა თუ იცოდე? მომილოცა. ისე კაცარს სადარი სამართალი. არმენ კამკამიძეს ორი ბიჭი უნდა ყავდეს და მე 3. რა 3? შენი წასვლის შემდეგ მესამე შეიძლება. მოკითხე ახლა ღმერთს სამართალი. ისე გოგოები მყავს, მაგრამ ბეც არ უჩივის. ერთმანეთზე უკეთესებია. ნესტა, თამარი და ასმათი. ეხლა მეოთხეზეა ფეხმძიმე ნატაშა. თუ კიდე გოგო ეყოლა სიდეთის სახელს დავაყენებ პრასკოვია ქიანარი ღმერთი ხარ. ამიტომ თორემ სერიოზს არ მოეწა. შენ როდის ჩამოხვედი? ხელ. მე ვერ შემოწყობინე დაგხვდებოდი ბატონო. საკუთარ ქალაქში ყოველთვის ინკოგნიტოთ უნდა ჩამოხვიდი. ამაშია საქმე. ისე სასტუმროები ყველა ქალაქში ერთმანეთს გავს. ნომერი აღსად არის შენ. მაგრამ როდესაც სასტუმროს ადმინისტრატორმა პასპორტში ჩაიხედა, ასე მითხრა: "ხო, თქვენ ამბზანდებით ცნობილი ვერშატკერი ვერავაო?" ვიქცნობელო, სახელოვანი გადარა. ისე გარეგნულად არ გამოცხრილ ხარ. უღალატე ბოლოს და ბოლოს მეცნიერება. ახლა ალბათ უკვე დოქტორი იქნებოდა. კანდიდატობამდე მივახციე. თუ მაგ როგორ მოხდა ეს მეა? თავის როგორ გითხრა, როგორ ხდება ხოლმე. გამოგიძახებენ, გაგესაუბრებიან. იტყვიან არსებობს აზრი. და გამტკიცებენ. ჯერ მეორე მდივნად მუშაობდი, ახლა პირველი ვარ. ასე აიწყო ცხოვრება. იქნებ ასე შეუბდეს. მაინც ცხოვრების შუაგულში ხარ. შენიშნები უნდა ხელმძღვანელობდნენ ხალხს. ისე ხომ არ შეიცვალე. თანამდებობა აკუჭებს ბიჭო ზოგჯერ ადამიანს. რატოზე ნაკლები ვარ? შენეს მიხარი, ჩვენები თუ ნახევი? არა, არავინ არ ვინახია, მაგრამ ტელეფონის წიგნიდან ნომრები ამოვწერე ყველას. ახლავე არ გავაშეს უკვე. არა, მოიცა. დავრეკა. მოდია. აი. ახლა გვიან არის, შენ დაღლები ხარ. ხვალ გამოვიდა. გასლაპარაკობ 7 წელიწადში ერთხელ ჩამოდიხარ, შენი გამშვები ვარ აქედან. მოიცა, მაშინ იცი რა? ბიჭებს მე დაურეკავ. სურპრიზი მინდა გავუკეთო. კარგი. მაშინ მე მერის მივეხმარებ. კარგი. დიახ. ქორიანის. დიახ, ბოდონო. ქორიანის. ახლა ვარ? მე ამ ხანა გვარამიას დავალებით გირეკავ. თხოვათ რომ ეხლავე მასთან მიხვიდე. სალოდო. ბინა. უკაცრავ, ხელი ვიზამდე. მე როგორ გითხრათ, მისი თანამშრომელი ვარ. ზებდანდებოდი. გადაძებდებული. ალო, საავადმყოფოა? დიახ. თუ შეიძლება, ვახტანგ მებუკეს თხოვეთ. ბატონი ვახტანგი შემოვლაზეა. იცით რა, ქალბატონო, როგორ მე დაუკავშირდი და გადაეცით, რომ ამ ხანა გვარამიასთან მოვიდეს ში. მოხდანამე? არა, ისეთი არაფერი, ქალბატონო. გმადლობთ, ნახვამდის. ნახვა. ავალიშვილის ბინა? ვიქტორს თხოვეთ თუ შეიძლება. შეუძლოდა? რა, ტელეფონთანაც ვერ მოვა? მაშინ თუ შეიძლება გადაეცით, რომ დაურეკა მისმა სკოლის მეგობარმა. გიორგი ლეჟავა. დიახ, კაპიტანო. გამარჯობა, თენა. წუხე. არა, სულ რამოდენიმე დღით. ძალიან მინდოდა ვიქტორის ნახვა. მე იცით არჩილ გვარამიასთან ავალ. დიახ, გმადლობთ. ნახვა. მაკა უკრავს? ო. ეს შენ ჩემო. ეს შენ შემურგალო ფრანგული რა ქვია იმას?
სუნამო. მადლობა. ესეც მაგას. ხოჭა დათო სადა? დათო ვიქტორთან მუშაობს მშენებლობაზე. და იქ ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. რატო? გამოუკიდებელი ცხოვრება ისურვა ბატონო. მაგას ნახავ რა შეიძლება. რა თქმა უნდა, წამოდი. აი მესმის ჟურნალისტური ოპერატიული. ასწოროთ ეს ღამის პრესკონფერენცია, იცით ახეთ ამის დაღლიარ გაიგდება გარეთ. საქმეა. ავირუმბე კაცი. გაიხადი. ამბავია. ივანი გიხარ, მაგრამ ღამე მაინც დაგვეყენა სახში ღამე ვიცი. მეტად საპატიო სტუმარი გვეწვია. აი, გამარჯობა. გამარჯობა. გაზეთში ხომ არ მიგვეცა? პატარა ინტერვიუ. რატომ პატარა ასეთ პიროვნებასთან ინტერვიუს ჰონორარის გარეშე საიღებდა კაცი? მოგძანდით? შემდეგ რა შენ? 1977 წლის შემდეგ. რატომ მაინც და მაინც 1977 წლის შემდეგ? იმიტომ რომ მანამდე შენი ყოველი ნაბიჯი იცი. ჩემ საერთოდ მოგიშვია წელი გერიკო, პარაგრაფი წესი. არ გავიდა ნომერი. როგორ ახარ ჯანიკო? ფორმით როგორც ხედავდა, შინაარსით დავრჩი ისე არასერიოზულ კაცად. აი ეს შენ. შეიძლება? რომ შეიძლებოდეს, ქალაქობის პირველი მდივნის ოჯახში ვინ დახმარებდა ჩემო საყვარელო პარმენ. კარგი, ახლა ნუ იცი შენ ყოველთვის უცნაური ლაპარაკი. გამარჯობა გიორგი. ეს კაცი გადავიდა, ნამდვილად. ელიტელი ამ ტორტიკო იქნება ვერ მიცნორსკო. როგორ ახლა შეძველო? ვერ იქნება, კაცი რომ ხოს მილიონებს ურიგებს და თვითონ 200 ექნება, ეს წარმოიდგინე. კარგი, ახლა ჯანიკო, ნუ იცი შენ ყოველთვის ასეთი ხუმრობა. ეს რომ დატოვე ისე მჭკოზე. გამარჯობა მერი. გამარჯობა. მოდი მოგეხმარე. გუსი მაგას დაბადების დღე იყო. და შესანიშნავი ტორტი გადაგიქცა. რომ იცოდეთ რა ხდება გარეთ საჩა მოდის ისწა. მე რაღაც კამპანიას გაუმართეს. ეხლა არ დამიწყო გიცანიო, თორემ იცოდე გავგიჟდებ. იცანი კი არა მთელი დღეა დაგეძებ. გენიალური სტილი გავაკეთებინე დედაჩემს. ვიცოდი ჩვენებურ საჭმელებს მონატრებული იქნებოდა. ეს კულინარიაში დროს ის რომ მედიცინას მოახმაროს რაღა უჭირს. დიდი მადლობა. ესეც შენ. მადლობა. აბა ბიჭო, დროშმიტების სუფრას მიუსხდე. მოიცა ვიქტორს არ დაუცადოთ კაც. რა თქმა მოვალო? ჩინას ველაპარაკე და შენ პირდა მოვალ. მაშინ დავსვე. უნდა დაველოდოთ. ვიხავს მოგვიწევს ალბათ ლოდინი. რატომ? ამოხდა ის თქვენთან. ისეთი არაფერი. რაღაც რომ მოხდა ვიცი. კი, მაგრამ ვინ მოგიტანა ასე უცებ ამბავ? ჩიტკოროს მოდებ. არ ვეთქვი. შენ ძმაო პარტიის წევრი არ ახარ? და მე არ მაქვს უფლება გითხრა ის, რაც მოხდა ქალაქკომის ბიუროზე. დილა. ცოტათი დაუცადოთ. ამასობაში გოგი მოგვიყვება თავის ვეშაპებზე. ვეშაპები მინდა ეხლა მე წელიწადში 6 წელს მაგად დავდევ ანტარქტიდაში. აი შენ ბიჭო რედაქტორი ორმა ხონორას გავომიძებს. რამდენი? 30 პანელი. 30 თუ მას მოგცემ თუ ძმა ხარ თავი დამანებ. შეხედე ხლა, დაუჯერე ხლა მედიცინას. ხამი არ ჭამო, არ დალიო, თამბაქოს უმოწეო. ეს არაფერს არ იგნორ და გიეტახი. ბიჭო მე მაგას ავატყობებ ძროუბნები თორემ ჩვენ კიდეც უნდა ვჭამოთ. კიდეც უნდა და სხვა. მე ვიაზე ურჩევა. ამიტომ არის რომ ფულის კივილით გეცლებით ხელიდან. დავკნა, სამშობლო. აბა ყოფები. ხალხი მელოდება. აბა ეწავედი. ეი, მოვალო. სხვათა შორის ხალშაბათია და დილიდან გელოდებით ჩემთან კეფალზე. კარგად დავდებოდეთ.
დაიყო ბიჭო რა მოხდა არჩილსა და ვიქტორ შორის ვიცი ჩემს გარდა ყველანი აკოთილ ხართ ვიქტორ ისე საინტერესო რა მოხდა იქ ბიუროზე მაგრამ მე მგონი დღეს ამაზე ლაპარაკი არაა საჭირო კარგი ვიქტორ აღმაშენებელი გოგი არ დატოვე არც ერთი ვეშაპი ოკეანეში ხო გამარჯობა ვიქტორ გაგიმარჯოს აი ეს შენ დიდი მადლობა ხო არა მე მხოლოდ შენ სანახავად შემოვიდინე გოგი უნდა წავიდე მეგოდებიან თუ ძმა ხარ ასა არა ყველგან ხარ აუცილებლად მოიცა აქ რაღაც ამბავი არაფერი ამბავი არა უბრალოდ მელოდებია ყველგან ვიქტორ ეს დღე მე მეკუთვნის და თუ ძმა ხარ მოიჩამამწარე არა მომდის არაფერი რატო მოიცა გამაგებინეთ ერთი რა მოხდა თქვენ შორის ბარმენ მე არაფერი არ ვიცი კარგი რა დამანევე თავი მე წავედი მოიცა მე მიმალა წავედი შენ არ უნდა წახვიდე ვიქტორ და საერთოდ მე მგონი დღეს აქ ყველაფერი უნდა გაირკვეს არ არის ხარ ამის ადგილი არა სწორედ აქ ამის ადგილი კარგი რა ჯანიკო გეყოფა თუ ძმახარ თავი დაანებია ამ სამშვიდობო პოლიტიკას აბა ჩხუბი გვინდა ჩვენ დღეს ჩხუბი არა მაგრამ ზოგიერთ რამეში გარკვევა აუცილებელია ის რაც მოხდა მხოლოდ მე და ვიქტორს გეხება ესე იგი ჩვენც მე ვრჩები არ მგონია რომ ეს თქვენთვის საინტერესო იყოს მაგრამ რა გიახსენე მოითხოვთ ამ ერთი კვირის წინ თავზაგვაწყდა არნახული წვიმა და ქარიშხა სვამ შემოუწია შეიქმნა საშიში მდგომარეობა რადგანაც სვერფლი არ ყოფილა მაგრამ დარალი მნიშვნელოვანი შეუძლების სამეფო როგორც ასე დროს ხდება ხოლმე შეიქმნა სპეციალური კომისია რომელმაც დღეს ბიუროს მოახსენა თავისი მოსაზრება სტიქიური უბედურების საერთო შედეგები ყველასათვის ცნობილია ზოგიერთმა პირადად იწვია ეს აიგემსაჩენი ქართლის სამხედროში ჯერ კიდევ არ აღდგენილა ნორმალური საქმიანობა უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები სასტუმროში იმყოფებიან მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვა სანაპირო ნაგებობანი ზღვისპირა პარკი კომისიამ გულდასმით შეისწავლა სტიქიური უბედურების შედეგები და დასახა ღონისძიებანი მათ გამოსასწორებლად, რაც დადგენილების პროექტში არის აღნიშნული. დადგენილების პროექტს ყველა გაეცანით? ისმო. რაიმე შენიშვნა ან წინადადება ხომ არ არის? აი, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში გასაგზავნილი წერილი შევადგინა, სადაც ცხოვრობთ დამატებით ფონდებსა და სახსრებს. არ გამოგდი. რაიმე ხომ არ გამოვურჩა. თავარი. სტიქიური უბედურების ძირითადი მიზეზები. ის მიზეზები ბატონო არჩილ, მე მგონი უფრო ზეცაში უნდა ვედი. მე კი მგონია რომ ისინი უფრო ახლობელი და მიწიერი. აი მეტეო სამსახურის ცნობა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ზღვას სულ უფრო და უფრო ემუქრება ქალაქს. ნუ თუ ასე შეიცვალა ბუნება. ან იქნებ ჩვენ შევიცვალეთ და ეს მიზეზები სადღაც ზეცაში კი არა, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. აი სპეციალისტების აზრით. სტიქიური უბედურების ძირითად მიზეზად მათ მიაჩნიათ ზღვის სანაპიროს განუკითხავი ექსპლუატაცია. თუმცა რა, მათ ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი შეცდომა.
უფრო მეტიც დანაშაული. და ეს შეახსენეს უპირველეს ყოვლისა მშენებლებს. რამდენჯერ მიიღო აღმასკომა სანაპირო დაცვაზე დადგენილი? საკმაოდ ბევრჯერ. ადგინა კიდეც საიდან უნდა გამოზიდულიყო სამშენებლო მასალა. კანიონიდან მდინარის შესართავთან. დიახ, რომელიც 10 კილომეტრისაა დაცლებული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, ყველას აწყობს, რომ ეს სამშენებლო მასალა ორ ნაბიჯია აქვე, ზღვის ნაპირას. და ეს განსაკუთრებით ხელს აძლევს მშენებლებს და საავტომობილო ტრენსაც სხვათა შორის. ამის გამო ბუნებრივი ბალანსი რომ მიიღება, სანაპიროს ორი ინგლება და ზღვას უფრო და უფრო ემუქრება ქალაქს, ამას თითქოს ვერ ამხედავ. მშენებლები ყველაფერს ვერ დავიბრალებთ, მაგრამ მომავლისათვის შევეცდებით გავითვალისწინოთ. ზღვის სანაპიროდან საამშენებლო მასალების გატანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დღეს. ეს ასე უცებ არ მოხერხდება. კარიერი არა მარტო უნდა დაიხუროს, არამედ დღესვე უნდა შეუდგეთ ზღვის სანაპიროს აღდგენა გამაგრება. მინისტრის განკარგულების გარეშე თქვენმა მინისტრმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ რასაც მშენებლები აკეთებს, ბარბაროსობა. ისიც თუ როგორ აშენდა ელსადგური მდინარე გორდულად, ხარშთაღრიცხვაში ყველაფერი იყო გათვალისწინებული. და უნდა დამჯდარიყო 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგია. სადაუგოთ კლუბი, სასადილო. მაგრამ რატომღაც ყველა თვალი დახუჭა, ყველაზე მთავარი. რომ ახლა დაგებული ელსადგურის ხაჭყალი გზას გადაუღობავდა ზღვაში ინერტული მასალების ჩამოზიდვას და გააპარტახებდა სანაპიროს. ასეც მოხდა. და თქვენ, მშენებლები ამ შეცდომის თუ დანაშაულის გამოსწორების ნაცვლად კვლავ განაგრძობთ ზღვის სანაპიროს განადგურებას, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან. მოითხოვს დროს და დამატებით ხარჯებს. გეგმა ჩაგვივარდება და გეგმის კორექტირებაზე ფიქრით ზედმეტი. ამაზე თავიდანვე უნდა გეფიქროთ და პასუხისმგებლობაზე სხვათა შორის. სახელმწიფო გეგმა კანონია და არაინ გვაპატიოს მის შეუსრულებლობას. ჩვენ ამაზე ვაგებთ პასუხს. არ არსებობს ორად გაყოფილი პასუხისმგებლობა და არც სახელმწიფო არსებობს იმ ქალაქის გარეშე, სადაც ცხოვრობდა, იმ მიწის გარეშე, რომელზეც ფეხი გიდგა. დავიბრალეთ, რომ ჩვენი მიზეზით მოხდა სტიქიური უბედურება, როგორ გაგინდა დახმარებას ხო მთავრობას. გვაქვს ჩვენ მორალური უფლება ვაგზავნოთ აი ასეთი წერილები, ვითხოვოთ დახმარება, როცა სახსრები ისედაც ჭირს მართლაც სტიქიური უბედურებისგან დასაწყვილ კახეთის რაიონებიდან. ასია თუ ისე სტიქიური უბედურება მოხდა. ახლა მთავარია მისი შედეგების ლიკვიდაცია. აი სწორედ ეს არ არის მთავარი. ჩვენ მარტო შედეგებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, არამედ მათი გამომწვევი მიზეზებიც უნდა გავადგინოთ. მაგრამ ჩვენ შევეჩვიეთ გატკეპნილი გზით სიარული. ალბათ ეს უფრო ხელსაყრელია, მეტად ასეთ შემთხვევაში, როცა შეგიძლია წინაიფარო ბუნების შირვეულობა, სტიქიური უბედურება. სიმართლე თუ გინდათ, ჩვენ უნდა ვიხილავდეთ არამიყენებული ზარალის ოდენობა, არამედ მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც დაატეხა ქალაქს ეს კატასტროფა. შემოაქვს წინადადება. შეიქმნა საგანგებო კომისია ამ საქმის სპეციალისტების მონაწილეობით, რომელიც დაადგენს სტიქიური უბედურების ძირითად მიზეზებს. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, კომისიას უხელმძღვანელობს პირველი მდივანი. ასეთ ვითარებაში, როცა ქალაქი პარალიზებულია, კიდევ ერთი კომისიის შექმნა. ესე იგი საქმის გაჭიანურება და განწყვეტა მიზანს შეუწევდათ მიმაჩნია. მოსახლეობა ჩვენგან მოელის დაუყოვნებლივ ზომების მიღებას, პრაქტიკულ დახმარებას და არა მოსახლეობა ჩვენგან უპირველეს ყოვლისა მოელის სწორ ხელმძღვანელობას. ხოლო უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანთა აზრი, აი აქ ამოიკითხავ. ეს პარტიის საქალაქო კომიტეტში შემოსული თუ სხვადასხვა ინსტანციებიდან გადმოგზავნილი წერილებია. როგორ ჩანს, ამ ადამიანებმა ბევრი რამ შესანიშნავად იციან, რადგან ჩვენ თვალს უჭამთ. ზოგიერთი მათგანი ეჭვსაც კი გამოთქვამს, ხალხს თუ არა ამ ქალაქს პატრონს. ეს პატრონები ხომ ჩვენა? ჩვენ კი დღით დღე მსგავსებით ქვიშაში თავჩარგულ სირაკმებს. ხალხი კი ჩვენ შემოწყვეტ. ამას უნდა გრძნობდეთ ყოველ დღე, ყოველ წუთს. აი ამ სტიქიურ უბედურებად მონათული დანაშაულის შესახებაც ხალხს სიმართლე უნდა უთხრათ. აი მაშინ დაგვიჭერენ. მაშინ დაგვიჭერენ მხარს, არა მხოლოდ საწეული ხელით, არამედ მთელი გულით და რწმენით. მაგრამ სხვა გამოსავალიც არაა. რესპუბლიკის მთავრობის დაუხმარებლად ჩვენ საკუთარი ძალებითა და სახსრებით ვერ მოვერევით ამ საქმეს. მე მგონი, ამით უპირველეს ყოვლისა დაინტერესებული უნდა იყოს აღმასკომი. ახლა უნდა აღმასკომს მხოლოდ დაევალოს და პასუხი მოეთხოვოს. ჩვენი დადგენილების შეუსრულებლობისათვის კი არავინ აგებს პასუხს.
აღმასკო მიითხოვს იმასაც კი, რაც კანონის არის დადგენილი. ასფალტის დასაგებ ბიტუმს, საფურავის თუნუქს, წყალსადენის მილებს და ნაგვის გასატან მანქანასაც. აი ახლა ჩვენ არავითარი საშუალება არ აქვს საკუთარი ძალებით და სახსრებით რესპუბლიკის მთავრობის დაუხმარებლად გაუმკლავდეთ ამ კატასტროფას, რომელიც მესავსებით ვეთანხმებით ირონდივანს ჩვენი უთავობითაა გამოწვეული. და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ გავხდებით ამ ქალაქის პატრონები. მთელი ჩვენი ძალა უკლებს. და გვავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი ამ ქალაქში ვართ დაბადებული და გაზრდილი. მისი სიკეთით სარგებლობ. აქაური ჰაერით სუნთქავთ, აქაურ პურს ვჭამთ. სხვათა შორის საქმესაც ვაკეთებთ. და მეტი არაფერი გეხება? გვეხება. უბრალოდ სკოლისა მუშა ყავს კმაყოფილი. ის მუშა 8 საათია ქარხანაში ამ შენელობაში. 16 საათი ჩვენი საზრუნავი. თქვენი ცით რაჭდება იმ თქვენი მუშის მოვლა პატრონობა ისეთ პატარა ქალაქში როგორც ჩვენია? ან კიდევ თავად ქარხანა, რომელსაც მუშახელი ჭირდება, წყალი, ელექტროენერგია, ყველაფერი ეს სახსრებს მოითხოვს, რომელსაც არც ღმერთი გვიბოძებს და არც ღმერთზე უფრო ძლიერი და მკაცრი ფინანსთა სამინისტრო. ამიტომ რა ვქნათ? აი გეკითხებით რა ვქნათ? გულხელ დაკრეფილი ველოდოთ ან სიკეთებს? თუ ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენ თავს. ეს პატარა ქალაქი უკვე 200 მილიონი მაეთის პროდუქციას აძლევს ქვეყანას. ყველა ცხოვრობს დაახლოებით ისე როგორც 10 წლის წინ. არ შეიძლება რომ ეს არაწუხებდეს მეარმატურეს, გემის მშენებელს, ოკეანეში თვეობით გასულ მეთევზეს, თაკი აწუხებს ესე იგი ისე ვეღარ მუშაობს და ვერ ცნობ. მარტო ლოზუნგები და ხმალაღალი სიტყვები დღეს არ გქონს. არადა თანაერად ცხოვრება შეიძლება. რა თქმა უნდა, გონებას და გულს ჩავდებთ საქმეში. ესეც ლოზუნგია. შეიძლება. ამიტომ უნდა დაკანონდეს და საქმეთ იქცეს. ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს ქალაქი და სამინისტროები. შეუხამდეს უწყებრივი და ტერიტორიული ინტერესები. ამისათვის უნდა შეიქმნა სპეციალური ორგანო, რომელიც გააერთიანებს ყველა საწარმოსა და ორგანიზაციას. საკავშირო, რესპუბლიკური თუ ადგილობრივი დაქვემდებარებისა. ეს ბოლოს მოუღებს ვიწრო უწყებრივ დაქსაქსულობას და ხელს შეუწყობს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას. რეზერვებისა და რესურსების უფრო ღონივრულად გამოყენებას. ერთმანეთისათვის ხელის გამართვას. იმ საწარმოო ნარჩენებიდან, რომელთა დიდი ნაწილი ახლა უნაყოფოდ იკარგება, სრულიად ახალი პროდუქციის შექმნას და კიდევ მრავალ სხვა სიკეთეს, რომელსაც დრო და თვითონ ცხოვრება გვიკარნახებს. ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტს მივცემთ ქვეყანას, ხოლო საერთო მოგებიდან აღმასკომის ბიუჯეტში გადაირიცხება გარკვეული ნაწილი სახსრებისა, რომელიც შემდეგ თვითონ ქალაქს და მის მოსახლეობას მოხმარდება. ყველაფერი ერთზევზე საინტერესოა არჩილ მიხაილოვიჩი, მაგრამ ამის თაობაზე ახსებობს რაიმე მითითება, დადგენილება. არა. არის მსგავსი გაერთიანება სადმე. არსად. ესე იგი, ჩვენ ჯერ იდეას განვიხილავთ. პროფესორეთ, ოცნებას. ყოველივე რაც აკითხვა, ჩვენს კომპეტენციას ხომ არ აღემატება? რას გულისხმობ მაგ კომპეტენციაში? რაც ჩვენ ძალას აღემატება, ვერც დავადგენ, ვერც ვერავის დავავალებ და საერთოდ არც არავინ არ გვეკითხება. რა თქმა უნდა, თუ ყველა ჩვენგანი ცხოვრებას დაგეგმავს მხოლოდ აქედან აქამდე და მის იქით რა ხდება აღარ გვაინტერესებს. გაიგეთ რომ აი ამ კატასტროფამდე ჩვენმა უკონტროლობამ და უპასუხისმგებლობამ მივიყვანა. სამინისტროები და უწყებები ცხამთასიგითაა, სადაც მას ყოველდღიური ხელმძღვანელობის საშუალება. ქალაქი თავისთვის ცხოვრობს, ისინი კიდევ თავისთვის. ერთმანეთთანაც კი არა აქვთ ურთიერთობა. აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ცნობენ მხოლოდ თავიანთ სამინისტროებს, მადლობას და საყდროებს იმად განიღებენ. პასუხს მათ წინაშე აგებენ, მოგებაც იმათ ანგარიშზე ირიცხება, ქალაქზე კი ვიღა იფიქროს. აი ამიტომ გვჭირდება ჩვენ ხელმძღვანელობის უფრო მოქნილი ფორმა, ახალი ორგანო. ვინ მკითხავს ჩვენ სისტემის განახლებას? ან ვინ დაგვანებებს შექმნათ რაღაც დამოუკიდებელი ორგანო? კრიჭაში ჩაუდგეთ სამინისტროებს და უწყებებს. ისიც ისეთ პატარა ქალაქი, როგორიც ჩვენია. ქალაქი, რომელიც ზოგიერთ რუკაზე არც არის აღნიშნული. სახელმწიფო აი ასეთი ქალაქებიდან იწყება. ასეთი ავტონომიის გამოცხადებას ეკონომიურზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს იმ უცხოური ხორბლით დატვირთულ გემებს, რომლებიც ჩვენს ნავსადგურში დგანან. ჩვენია უთაობი. იმდენი ხორბალი იკარგება, უბრალოდ რამდენიც უცხოეთიდან შემოგვაქვს ფოქროს საფასურად.
ამაზე თავიდან უნდა გვეფიქრა. მე ალბათ მის წესიდან გადავუხვია. მაგრამ ეს უნდა მე. თუ გისაგმის არ გჯერა, არც ხელმძღვანელობა შეიძლება და არც ცხოვრება. ამით დავამთავრე. დიდი ამბავი გქონია. დღეს ქალაქის დივანი უგუნებოდ იყო. დანარჩენი იგულისხმება. არ უნდა იგულისხმობოდეს და ყველას ერთნაირად უნდა გვეხებოდეს. ყველაფერი ნახელი და გარკვეული უნდა იყოს. ინახა, ვისი პატრონი ხარ? დაგევალება რა შეგიძლია? დაპირებულს უნდა იღებდე და დანაპირებს უნდა ასრულებდე. ისუმეტეს თუ ეს პირობა თუ დადგენილება ხელმძღვანელის ხელწერით და სახელმწიფო ბეჭდით არის გამტკიცებული. ამდენი ასეთი პირობა მიგვიწია საბჭოთა ხელისუფლების სახელით და ვერ შეგვისურვებთ. რა? არაფერ. ჩვენ ადგილებზე არ ხენავთ შედვარ? და თავს ვიხიდებ ვითომ და ჩვენგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზები. როგორც ეს სტიქიური უბედურება მოვიმიზებთ. არა, კი. ხანდახან დამნაშავეს შეიტყვსნით, ვათავისუფლებთ. როგორც იყვნენ ღონისძიებებს ვახორციელებთ. უпростоრეთ ადგილებს უნაცვლებ. ადგილების გადანაცვლების როგორც ცნობილია ჯამი არის ხდება. ეს მათემატიკაში, არა ცხოვრებაში. შეიძლება თანამედროვე ქალაქში სპექტაკლები იმართებოდეს გაყინულ თეატრში. წყალი არ ადიოდეს მესამე სართულზე. ხალხი ცხოვრობდეს ბარაკებში. სტუმართმოყვარეობაზე პრეტენზიას აცხადებდა და არ ქონდეს ნორმალური სასტუმრო. ამას შემდეგ ეკითხებოდეს უბრალოდ. რაც არ უნდა იყოს შენ ხარ ამ ქალაქის პატრონი. შენი მდივნობა ძირითადად გადაწყვეტა შენს სამეცნიერო ხარისხმა. უბრალოდ შენმა სადისერტაციო თემა, საკალათო მეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. ხომ ასე იყო, ხომ არ მეცლება? შენი ცოდით ამ ადგილას მეტი სარგებლობის ბოტანა შეგიძლიაო. ჯანიკო, რა იყო ხარ მე? ამაში ასაკ. რაში ვიქტორ? რა თქმა უნდა ძალზედ-ძნელია უარი თქვა მეცნიერულ ნამოღვაწეებს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან. რეალური ცხოვრება უპირველეს ყოვლისა ეს ქალაქია, სადაც ჩვენ ცხოვრობ და ცხოვრობენ კიდევ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ხელმძღვანელობთ. ზოგიერთ მათგანს ფეხიც კი არ გაუწევს ამ ქალაქიდან, შეიძლება აქ დაასრულოს ცხოვრება. ამიტომ აქ, ამ ქუჩაზე, მის გვერდით, მის ოჯახში უნდა იქცეს ამ ცხოვრების ავკარი, კანონიერება, მის და მის ბრუნვა. აი ამაზეა დამოკიდებული საბჭოთა ხელისუფლების ავტორიტეტი და ბედიც თუნება. რას აპირებ, ბაჭი? არ ვიცი. ერთჯერობით არ ვიცი. ვიქტორს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა. ყოველ შემთხვევაში რა კი სათქმელი უკვე ითქვა და მე ვერავის დარწმუნება ვერ შევძელი, ალბათ ამიჭირდება მუშაობა. ასე დროს რაც უნდა გეყოს მის ძალა დამბედაობა რომ საკუთარი სურვილით დატოვო თანამდებობა. აი, მაშინ კი ნამდვილად შეხვალ ისტორიაში. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა პირველი დივანი საკუთარი სურვილით დატოვება. ან უნდა დავამტკიცო რომ ჩემს 10 წლიან კვლევას აქვს აზრი და პრაქტიკული მნიშვნელობა. რომ მე სწორედ ამიტომ მანდეს ეს ადგილი. ისეს არის ხო საქმე. რა სიზა, ცხოვრება რისკი. ეს მე არ მიცხრავს პარნე, ჩემზე უფრო ჭკვიანმა კაცმა თქვა. ასეთმა რისკებმა ბევრჯერ მოგვატეხინათ ისევი, გაუთავებელმა სიახლეებმა და რეფორმებმა. ექსპერიმენტები უნდა კეთდებოდეს ლაბორატორიაში, კურდღლებზე და არა ადამიანებზე. Ja? არაბადო არ გახლავთ ეს ნომერ პირველი აქცია. დასამართლობად. რომელი უმაღლესი? ის ზოგჯერ ამბობითაც მუშაობს ხოლმე, როცა გადაუდებელი საქმეებია. არაფერს შევალოთ. დასამართლობაც მივიდა საქმე. უმაღლესი ინსტანცია. თქვენ რომელი ბრძანდებით, პროკურორი თუ დამცველი? საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი. ამიტომ
ბოლომდე მინდა ვიცოდე რატო ნერვიულობს ასე ვიქტორ აღმაშენებელი. შენ ამას მაშინ გაიგებ, როცა ჩემს ავით 11 უფროსი გეხოლება და მე-12-ს დაგიმატებ. მაგრამ შენ როგორღაც ისე მოახერხე ცხოვრების საწყობა, რომ არასოდეს ნამდვილი უფროსი არ ეყოლია და არასოდეს არაფერზე აგებ პასუხს. სამაგიეროდ არც პასუხს გყოფს ეგრეთ წოდებულ პასუხისმგებელ ამხანაგებს. ეს ალბათ ჩემი ყველაზე დიდი ჟურნალისტური სიზუსტეა. ეს ფაქტაშორის უნდა ვაღიარო, მე მოვისუსტებ ეკონომიკაში, ამიტომ გავდივარ ამ პოლემიკიდან. იცით რას გეტყვი? ბოლოს მე მასმიძელი ვარ. სტუმარი ჩამომივიდა და გამოდი გოიცარჩი. რაც აქეთ არ ამგონია ეს მარტო შენი და ვიქტორის საქმე იყოს. არც არჩილია მარტო ამ ქალაქის თავი და პატრონი, ეს ჩვენი ქალაქი. ჩვენც ვართ მისი პატრონი. ზოგი თუ ზღახათუ გავრემა კამპოჩი, მე ჩემი თავისთვის ორი პატრონები. რაც მართალია. გამარჯობა არჩილ. იკითხი ვარ გადმომცეს. რა მოხდა? გოგი გესტუმრა ლეჟავა. ყველანი ახალად. იფიქრე გამოივლისმეთ. ბიჭო, თქვენთან ყოფნას რა ჯობია ახლა, მაგრამ აქედან ვერ მოვიცვით ახლა. რა და აი, თვის ბოლო დღეა. ბაგრატიონი თუ არ დავტვიცე 12 საათამდე გათავდა ჩამივარდა გეკმა. ო, ერთი დამალაპარაკე გოგი რა. გაიოზი. ალო. გაიოზ გაუმარჯოს. ებზვის სტიქია. რა ვქნა, ვებზვის სტიქიას და გეგმებს. 400 ტონა მაგლია. აუ, რა დროგას. მომასთან სულეპან. ვარმე? ო. შენ პრინცი კაც გადაემართება იმ პარკში. შენ რა თქმა უნდა ესეთი. განიკო კარიერმა ცოტა ყველაფერი საქმე ბოლომდე რო ერამო. და გულში ინახავ იმით. ეს გული ბიჭო, უძირო და უნაპირო კი არა, სულ ამხელა მუჭისოდენ. ნელა გროვდება ეს უცხელი საწყელი და ერთენი დღეს. ბახ! გაერთი თუ ბახ. კიდევ დაგვრჩა მე უთქმელი. დაგვრჩა. ეს საწყელი ყოველთვის შეხვ თავს როცა საქმე მიდგება იმ არადიულ კითხვაზე. როგორ ვიცხოვრო და რა გზიწიარო. სიმართლე შევხედო თვალებში თუ ყველაფერი ჩვენ წინა მორბებ და ჩვენ დაბადებამდე გადაშენებულ კაპიტალისტებს ვაბრალო. მაინც და მაინც აქ და ამაღამ უნდა დადგინდეს ეს? აქ და ამაღამ. შეკაცო ბიუროზე ვერ გადაწყდა ეს საკითხი და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მაინც და მაინც. პარმენ ჩვენ. ადამიანები უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის წინაშე უნდა მაგებდეთ პასუხს. ვითომ თუ მეგობრები ვარ. ერთმანეთთან რამე გვაკავშირებს. რას ლაპარაკობ შენ? რა თქმა უნდა მეგობრები ვარ და იმისათვის რომ დღეს რაღაც გაუგებრობა მოხდა. ეს გაუგებრობა არ არის და არ დღეს აწევს. აბა როდი? მაშინ როდესაც ყოველმა ჩვენსაგანმა საკუთარი ცხოვრების გადაწესი ავირჩია. იქნებ ყველამ შენსავით უნდა იცხოვდეს. ღმერთმა დაგიფარო. მე მართლა ყოვლის წოდე კი არა როგორც ეს პარმენს გონია. მე შეიძლება ბოლომდე ვერ გავიგე. არც ის მოუფიქრებია რა ხედავ რაღაც აწუხებს და უნდა განაახლოს ეს ცხოვრება. შეკიდა კიდე ინტესით იცხოვრო როგორც შენ გაცხოვ. მე არა მარტო ცხოვრობ, არამედ ვაშენებ ქალაქს. ერთი ხელით ვაშენებ, მეორეთი ვანგრებ. შეიძლება შორიდან არც კი მოჩანს. თქვენ ოღონდ თქვენი უფროსები ყავდეთ, მაყოფილი ვიზა და თქვენი ბედია დამოკიდებული. პატარ-პატარა მეფეები ვიძიხართ თქვენ ადგილებზე. ის რასაც შენი არ გეწყასაც აუღი. ახალ და ჩემს ქარხანაზე ოჯახზე მე ვიფიქრე. სახელმწიფოზე იმან იფიქროს ვისაც ევალება. ის ახალი გაერთიანებას იმიტომ გაშინებს თქვენ, რომ კიდევ ერთი ზედმეტი თვალი არ ხედავდეს რა ხდება თქვენთან. და შორიდან არ ჩანს და კაცი ვერ მიხვდება, საჩესტომა და სადანაშაული. თქვენ ახლა შემომყურებთ და ელოდებით ჩემგან ცოდვების მონანიებას. ან აღშფოთებას, რომ ეს სირისალებაა.
თქვენ როგორ გითხრით? და სამკალათში კეთდება. ყველაფერი მზამზარეულად მოდის. ესე იგი დაგიკეკმავენ, მიიღებ, მისერ გამოგიგზავნიან, დაავალებ შეასრულებენ, არა? თანაც როგორც წესი უნდა აღერო სწრაფად, იაფად და მაღალხარისხოვან. როცა მე დროზე ვერ მივიღე ლიფტები 12 ქართულიანი საქმისათვის და კაცი გავგზავნე ქარხანაში საქმის დასაჩქარებლად, გამოიყო რომ არათუ ლიფტების გამოშვება. იმ ქარხნის მშენებლობაც არ იყო დამთავრებული. ამიტომ ჩემი კაცი ციმბირიდან ბალტიისპირეთი გაემგზავრა რომ მოეგვარებინა ეს საქმე. ხოლო როცა 2 მანეთი და 60 კაპიკი გეძლევა დღიურად, ძნელი ამ საქმის მოგვარება. მე კი მაინც მოახერხე ლიფტების შოვნა. რადგან ეს ასე რომ არ გამეკეთებინა, გამომიზახებდი ბიუროზე და სასტიკ სახოთურსაც მომარტყმდი. მე შეიძლება კიდეც ვარდობდე რაღაცას. მაგრამ უამისოდ ვერ საქმეს გააკეთებ. და ვერ თავს მოიწონებ, რომ სხვებზე უკეთესი ხარ. ცხოვრება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თქვენ გონიათ. იქნებ შეცდო გამოვიგონეთ ცხოვრების ასეთი წესი, რომელიც ძალიან გვაწყობს და ეხლა თავზე ვაყრობთ. ხელსასრობა და ხმამაღლა ვიძახოს, მაგრამ ცხოვრება შეუძლებელია. იცი რას გეტყვი? ცხოვრების ასეთი წესისათვის მე მიღებული მაქვს უამრავი ჯილდო და მადლობა. თქვენ კი რაღაც წვრილმანებს დასდევთ. იუდამას სხვადასხვა წვრილმანი ქურდობით დაიწყო და მერე თავის მასწავლებელი ქრისტე გაყიდა. კარგი, იაკობ, ძალიან ხო არ გადავაჭარბეთ. ჩვენ ამისთვის არ შევკრებულვართ. არა, დანიშნე ეგაცი გენერალურ ასამბლეაში და მაშინ დააყარებს მშვიდობას მსოფლიოში. აბა დავჭა მოთერთმანე, შენ შემოპარმენ ახლა. ნილა ადვოკატი იქცევი, ერთდროულად რო შეუძლია პლენის დაიცვა და მოკვლევა. არა, თქვენ იქცევით ისე, რომ ერთდროულად გინდა დანაშაული ჩაიდინოთ და პატიოსნება შეინარჩუნოთ. ეს ერთადერთმა ქალმა მოახერხა მარიამ ღვთისმშობელმა, რომელმაც იესო შვა და მაინც ქალწულა დარჩა. ეს ის საკითხია. შენ რომ გიწმინდოს, კაცმა ყველანი დამნაშავებად. ისღა დარჩენილა დაირეკოს ზარი, დაიყოს კარები, შემოვიდეს მილიცია და გამოგვიცხადოს. ყველანი დაპატიმრებული ხართ. ყველანი დაპატიმრებული ხართ. აი, სადავაშერეთ, უბრალოდ. უდროებას ურღვევთ მოსახლეობას. თქვენი ხმა მილიციაში ისმის. მოგვეჭრა თავი. განსაკუთრებით თქვენი ამხანაგო კაპიტანო. გამარჯობა, მეგრა. ქალაქში რომ ჩამოხვალ, ვისთან უნდა გამოცხადე პირველად? არის შე? მილიციის უფროსთან. ნება მომოჩით, მოგახსენოთ ამხანაგო მდივანს. ქალაქში სიტყნარია, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა და არცაა მოსალოდნელი, ამიტომ ბუნებას მომცემთ. ცოტა ხნით შემოგიერთებით. ჩვენი ძმისა და მეგობრის გოგი ლეჟევას ჩამოგზავნებასთან დაკავშირებით. ნებას გაძლევ. ეს? ზონი დაზიგარგების ცეხია გახსნილი ანტარქტიდაში. ბიჭო, ჩაბოუშვი ხელები. ბატონო ვარ გიწევს. გასოს პარონ მიათეში რო ვიყავი და მილიციაში წაგვაგზავნე. არ ვახსოვს? როგორ? საერთოდ არასდროს გქონია საქმე მილიციაში. როგორ არ გახსოვს? ბიჭო, ქუჩაში რო მივდიოდი გოგუებთან ერთად მილიცია მაგვირია და მე შემოგველა გასავი. არ ვახსოვს, ბაუ, ძალაზე ხარ? და საერთოდ ნუმრებს შევძელ საქმე. ნუმური აპული გარ? არ ახსოვს, არა. როგორ მოგვაგე? არ არის მილიცია. შენ ახლა გუფროსო. ის გირჩევნია მანქანიდან მაგნიტოფონი რომ მომბარა იმ ქურს მიაგრე. მაგასაც მიაგნებს ჩემო ჯანიკო. ელარ გაფიცეს ყველაფერს. მილიციასაც აგეღვა. სიტოდა და მიფრთხილ. ერთი კაცი მაგლია ამის გეგმის შესაძლებლად. ალბათ ბევრი თქმელი სიტყვა უთხარით ერთხმად. ხო. სულ თაფლი გადმოგდიოდა პირით. გამოხდა. ხალხო დაგვათენდა თავზე, დასვლის დრო. თუ ხელმძღვანელი ვერ ხედავს, რომ ეს გარშემო დანაშაული ხდება, იგი არ შეიძლება ხელმძღვანელი იყოს. თუ ხედავს ყოველივე ამას და მაინც თავს ხუჭავს, ისიც დანაშაულია. უფრო მეტი თვითონ ბოროტ მოქმედების მონაწილე. ხოჭა, რა საუბარი? ჯარმა ფაგერ გაზეისტერია. კიდე? რა წერია მან ჯანი? სხვათა შორის, რასაც ეხლა შენ ბრალდებას უყენებ დიქტორს. ხდებოდა ხელმძღვანელების თვალს. თუ ოფიციალური თანხმობით არა საყურებ. იმ დაუმთავრებელი ობიექტების ჩაბარებას, იმ საამქროს აგებას, რომლის მესოურების ეხლა ციხეში არიან, ხელმძღვანელის სახელს უკავშირდება. გინდა არ გინდა ეს არის. მე არ ჩილირა შუაში. კაცი რომ ხელმძღვანელი ხდება, მარტო სკამს და მანქანას კი არ იღებს მემკვიდრეობის. შეცდომებს. თუ გრება დანაშაულს. ეს წინებორობებს არ უნდა. შენ იცი რამდენი კაცი ცხოვრობს ამ ქალაქში? ახლოს. მერე?
შენ გინდა რომ ყველა საქციელზე ხელმძღვანელმა აგოს პასუხი არა? ხალხი ხელმძღვანელს ესკერის თვალებს. არა ჩვეულებრივი თვალებით კი არა. აი ხელა აი დიდი გამადიდებელი შუში და მიკროსკოპი. ახლა არმენის ბანკო 10-იან ახსემაეთი გადააყოლოს იმასთან დააყოლოს ეს არაა დიდი უბედურება. მაგრამ ხელმძღვანელის ყოველი შეცდომა ძელი გამოსასწორებელი. ყოველ შემთხვევაში ეს არქილ მიხაილოვიჩს არ ეხება. ეხება. რატომ არ დამეხებოდი? იქიური უბედურების მიზეზების დადგენა და ის კომისიაც იმიტომ მოიგონა რომ ეთქვათ შეხეთ რა პრინციპული და მართალი კაცია ჩვენი დივანი მეგობარიც კი არ დაიდო ვიქტორ დიახ შენ იქ მაინც დივანი იყავი ჩემთვის აქ ალბათ რევერანსებსა და ერთმანეთის შეამოვნებაზე აღარ ვიფიქრებ და საქმესაც გულახდილად ვეთქვით ერთმანეთს მე 12 სართულიანი სახლი და საბავშვო ბაღით საუნთორებელი ჩავაბარე კომისიას ძალიან გამიჩნდა მაგრამ მაინც მოახერხე. ამით ქალაქმა მშენებლობის გეგმა შეასრულა. გარდამავალი დროსაც მიიღო. შენ თავი მოიწონე პრესაში. და იქნება რა მარტო შენმა სადისერტაციო თემამ, არამედ სწორედ ამან გადაწყვიტა, პირველ მდივნად რომ დაგაწინაურეს. ნამუსო ხარ შენ, ვიქტორ. შენ ხარ პარლამენტ. მე დაგიმეორებ რომ ნამუსო და თახტივი ხარ შენ. შემდეგ გამოირეხმა წმინდა პარმე. ძალიან გვია. ჯერ კიდევ 30 წლის წინათ უნდა მეცვა შენთვის რომ უსინდისო ხარ. მაგრამ ვერ მოახერხე. ვერ გითხარი. ვერ გავბედე და მე თქვენია ჩემი სიმხდარი. მერე? 30 წელი ინახე საქმე. გელანდელი ჩვენი შეხვედრა რომ არა. შეიძლება სამარესი ჩაგეტანა ეგ საიდუმლო. მე კი არაფერი მეცოდინებოდა და ჩემ მეგობრებთან ერთად. ხარეცრემლებით დავიტირებდი ჩემი გულითადი მეგობრის არმენ კამკამიძის შეხედა. ვიქტორ, არა? არ მეყოფა? ცხოვრობს ამ ქვეყანას თურმე კაცი, რომელიც არსებობა მხოლოდ რამოდენიმე კაცმა თუდიც. დავის, ჯუმა, წყნარა. ამ დროს ქვეყნად ხდება უსამართლობა. დამასჭირდება 30 წელიწადი იმისათვის, რომ გაბრაზდეს და ხმა აღიმაგლოს სიმართლის ხალხს. ადვილია ასე ცხოვრება. ისე კაცმა რომ თქვას ვიქტორ ხარ შენთვის ვითომ პატიოსი არი პარა სხვას არ ატყვე არავის უჩივი ქუჩას გადასასვლელზე გადადიხარ დინისა და ტელეფონის კირას დროზე ხოლო გარშემო რაც არ უნდა ხდებოდეს ვითომ შენ არ გეხება მაგას ჩემს ამბობ საერთოდ ვამბობ შენზე ამბობ პარლამენტ შენზე შენ ცხოვრებაში არავისთვის არაფერი წამეთმევია არავისთვის მიწყენინებია არავინ შემიწუხებია ზოგჯერ სულ მეტი ბოროტება ვიდრე დანაშაულის ჩაბენა მე ვარ ბოროტ მოხმედი მაგას ჩემზე ამბობ ჯანიკო არა ეს გაზეთერია პარლამენტ არჩი შენ მაინც გამაგებინე რა უნდა თამათ ჩემს კარგი დაწმარდი პარლამენტ შენ რაშუაში უდესინია მტრისა უარეს შემთხვევაში მას შეუძლია შენი მოკ ეშინოდეთ გულგრილობის ასეთ ადამიანთან დუმარეთ ახლობით ხდება ამ ქვეყნად უბედურება ხალათი მკვლელობა და სხვა ბოროტება თუძმა ხარ მაშინ ერთი რა გაზეთი ასეთი ამდენი სიბრძნე ეცნობერს რომ წელი სათაშორი შენი როცა კურთხევა წერია იმ საქმეში აქ რომ სასამართლოებით რა საქმეში ის საქმრო რომ ამეგო და ბანკის სანქცია მოთხოვე ადგილობრივ მრეწველობის ხელმძღვანელობას. მათ შორის ეს კიდე საბუთი რომ ნება ეძლეოდა საბავშვო ბაღისთვის გამოყოფილი თანხა გამოიყენებოდა საამქროს სასაგებად. და საბუთს ხელშენ აწერდი. მე ხელმძღვანელობის მითითებას ვასრულებ. შენ ახლაც არ ახარ გულწრფელი. არ გინდა აწედინო არქივს. იმიტომ რომ მაინც ერთის უпроსტია. არ გინდა პირდაპირ უთხრას თუ როგორ შეხდება თუნდაც თქვენი ბანკი ამ იდეას. რანაირად შექმნის ამ იდეალურ გაერთიანებას, როგორ აწარმოებს ფინანსურ ოპერაციებს. ვინ მისცემს უფლებას ჩარიცხოს აღმასკომის ბიუჯეტში? მონი თელ ქალაქში გამოეცა სინამდვილე. გამოგვადგა შენი საჩუქარი გორგი. ისაც პარსლანიდან გადასარევდი რომ გასაპარავა. საკუთარ თავს რად გაებარე? ეთქობა ელსადულში მოხდა რაღაც. ალბათ.
რა გვაქვს? გონიძის ჭადას დაეცანეთ. გახსოვს პარდენ იმ ჭადაზე რო იყო ამკვეთილი. პარდენ პლუს ბედიკო. არ მახსოვს? ეგეც არ გახსოვს? ავასწომარინებე. თუ მოახერხებ, დაგიქნებ. სწორედ ასეთი ღამე იყო, მანქანიდან რომ მაგიტაფონი მომპარეს. გახსოვს ბეგლად? მე მილიციაში მივიდა განვაცხადე. მოგიგებ დაწერე თავისთავად მოხდა კურდობო. მე დავწერე. მე შემოხვედა მითხარი. უძახარ, წაიღე მაგ გაცხადება და მე გიყიდი ახალ მაგიტაფონს. მე გაცხადება დავხიე. მარე ტელევიზორში გამოაცხადე. შენი ქალაქი დანაშაულობა და შემცირების მხრივ მოდინავეთა რიგებში აღმოჩნდა. მაგით რა გინდა? აი მაშინ მივხვდი რა დამახერია განცხადება. გაუხსნელი საქმე არ გინდოდა, რა გჭიროდა. აი შეგუწმოვიდა. ია არა ქალბატონო, არ გახავთ ეს მომენტიველი აფთიანი. ისე სასამართლოში მოხდა. ახლა სინდის დამუსის საქმეს განვიხილა. ალბათ დილამდე ქალბატონო. არა, კარგად ზანდება. სინდის დამუსზე გამახსენდა. მადლობა. ერიკო შენ გიშონა რა? მადლობა. სინის ნამუზე ამბობდი რაღაც. გასულიერას ხალაში გავედით საფეზაო. ფიახლოს მოხუცი კაცის და ნავში. შენ რო ხედავ. ადეს რომ მოიღებდა. სულიწრუცელზე სამოარჩევდა და ისევ წყალში უშვებდა. მაშინ მივხვდი რა სინდისი და პატიოს. საკუთარი თავის წინაშე რომ დახა. მარტოდ სუნების წინაშე. რა დანაშაულის არ უნდა შეიძლება შეგწევა ხახვი და რაღაცა უხილავი ძალა არ გაძლევს ამის უფლებას. მე მგონი სწორედ ეს სინდისი და პატიოსდება. რაკი თევზებზე ჩამოვარდა ლაპარაკი ეთყობა, ჩემი ჯერიც მოვიდა. კარგი ერთი გოგი. არ გეყურებს ეს სიყვარულით ეთქონეთ. ჩვენ შენზე რა უნდა ვიცოდეთ, გოგი 100 წელიწადში ერთხელ გამოგეცხადები ხოლმე. ეიც, ამან ყოველთვის ყველაფერი ვიცის. მითხარი გოგი. რეშეპების რაოდენობა ხუსტულებულა. დაგზნობლად იყო. ისი ბრალია. როგორ გითხრა, მიზეზი ბევრი. ძირითადად მაინც ადამიანია მესმის. ძირითადად რა თქმა უნდა. რამდენადაც ვიცი არსებობს ასეთი კანონი, 36 პარალელამდე ცისფერი ვეშაპის რო შექმნეს მისი მოკლა შეიძლება. კი არის კონვენციაში ასეთი მოკლა. არსებობს თორე ისეთი პერიოდი, რომ ვეშაპების ნადირობა საერთოდ შეიძლება. არის. ირღვევა თუ არა ეს კონვენცია? სამწუხაროდ ირღვევა. განსაკუთრებით როცა გეგმა გაგიწირდა. და შემოძნაურებს ეს მესმის მგონია რომ კონვენცია შენა. ჯანიკო. ჩემს გარდა არზე მეტი ჩვენი გემი ჭერს ვეშაპს. და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნის ფლოტილია დაცურავს ანტარქტიდაში. ახლა ყველა სოფლებს მე ნუ ამ ეს მე არის. მე შენ გიცნობ, როცა მესმის რომ სოფლიოში ვეშაპების რაოდენობა კლებულობს შენ მაგონდა. თუ პირდაპირ არ მიგიგზავნის ამაში პრაგრამაში, ყოველ შემთხვევაში დანაშაული შენ გვერდით ხდება. აი მე როცა მესმის რომ ექიმ ავატყოს უფლოდ არ გაუკეთა ოპერაციას, მგონია ლაპარაკია ჩემს მაგას ვახტაკ დემუკე. არა შეიძლება ეს ასაფილოა, მაგრამ მე ასე მგონია. მაგრამ პროკურორებით რომ ჩამოგვირიგე ეს ბრალდებები, შენ რა მამა აბრამის ბატკანი ხარ? არა ვარ და მას ვაღიარებ დაუფარავად. იმედია სასამართლო გაითვალისწინებს ჩემს გულს. კარგი რა, ჯანიკო, ახლა მაინც იყავი სერიოზული. აი, პარმენმა უკვე წამომიყენა ბრალდება. ვარ არასერიოზული კაცი. დაბას უკვე აღარაფერი აღარ ეშველება. როგორც ჩემი კოლეგა მაიაკოვსკი ამბობს, სხვათა შორის შენი კოლეგა მაიაკოვსკი შენი ხმისა უკვე ცოცხალი აღარ იყო. შენ კი მთელი ცხოვრება ანეკდოტების მოყოლაში გაატარე. არც ანეკდოტებია სახუმარო საქმე. ზოგიერთ ქვეყანაში უნივერსიტეტში სპეციალური ფაკულტეტი არსებობს, სადაც ირჩევნია ანეკდოტები მოყვე. და სხვის საქმეში სხვის საქმეს თავი დაანება. ესია. ჟურნალისტობა ალბათ ყველაზე უფრო მეტი პროფესია მთელ სოფლიოში. ჟურნალისტი ყველაფერი უნდა იცოდეს, ყველგან უნდა ჩახოს, თქვენი ყველაზე ადრე დაინახოს, ყველაზე ადრე გაიგოს და გაიგონოს. თუ საჭიროა ყველაზე ხმამაღლა უნდა იყვიროს. დიახ, და უნდა მეხვირა. ყველაზე უფრო ადრე და ხმამაღლას რომ იმ საქმოსებს ვიქტორმა რო ახალი საამქრო აუშენა, არაფერი ამოძრავებდათ, იმაზე მეტი რაც შეიძლება,
აეგრიჯათ ხალხის და სახელმწიფოსაც. კი ინფორმაციას წერდი იმის შესახებ, როგორ ფართოვდება ჩვენ ქალაქში სახალხო მოხმარების საქონლის წარმოება. ასევე გულდრუს უკვირდი ვიქტორის ორგანიზაცია. იმპერიამ მაღლიური შენობას სასამჯერო უწოდეს, რედაქტორს შემოეწონა ეს მოხდენილი გამოთქმა. ორმაგი ჰონორარი გამომიწერა. მე უნდა მეთქვა პარლამენტისათვის, რომ ასე ვითომ პატიოსთან ცხოვრება არ შეიძლება. მე ალბათ უნდა მიმეწერა გოგისაც. ნუ მოკლავს ვეშაპს 36 პარალელად. უნდა დამერწმუნებინა ბეგლარი, რომ გაუხსნელი საქმე ფაქტიურად ახალი დანაშაულია. უნდა შემეხსენებინა ყველასათვის, რომ უმცროს უფროსობა, იმიტომ კი არ არის დაწესებული ამ ქვეყნად, რომ ხელმძღვანელმა ქვის სახელით ვალდებულება იკისროს. გეგმის შესრულებისათვის მადლობა და ჯილდო მიიღოს, ხოლო შეუსრულებლობისათვის ასხეღებინოს ყველს. მისი ბედი იმაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ მოაწონებს თავს მასზე უფროს. არამედ იმაზე, როგორ ემსახურება იგი ხალხს, რომელმაც იგი ხელმძღვანელის გამზე დასვა. აი დაანებე ბეგლარ მაგალ. არაფერი იმის მსგავსი არ წერია დღეს აქ ვილაპარაკე. საიდან დავიწყებ და სადამდე მივიდე. მე მგონი სწორად დავიწყებ. გაიქრილებით სადაც უნდა მეშვება. კარგი დრო გაგატარებინეთ, რა? ჭკვიანი ხალხია ძმაო ინგლისელები. საგანგებოდ არ ცხოვრობენ იმ რაიონში, სადაც მსახურობენ. ჩემი სახლი, ჩემი ციხე-სიმაგრეაო. გამარჯობა. შეიძლება? რა უნდა? ორი გეუბნიდან საფრთხებოდ, სინამდვილე რომ დავინახეთ თქვენს პანჯერებში მივხვდით რა დასында. აკარია ხო? აქენდა ცეცხლზე აენთო აცურდა როქების ქარა. თავისუფლებას სულ სისტემ ოცურდა ვისაჭრი ვირმების უნცხარვანგარა რაცების ქარა. გახურებით ჩამოგიღია, რა მოხდა? გამარჯობა. ვიქტორ გაუმარჯო. აბა, დავე. როგორ ახარ მომებო? როგორც მორწმუნენი ახსნარების შენ. აბა, დავე, ჩარა. დავე. სათო. როგორ თუ სტატ კონგიტარ ჩემთან საფი გადასარევი კეფალი გველოდა. მე ვერ წამოვა. ვიქტორ მე განყოფილებაში მეჩქარე. არ გადამრიოთ ახლა. აცნებთალი ეძო. იმაგრამ შენ რა საქმე გვაქვს? დღეს რომ შაბათი. არ მიყვარს მაო ეს კეფალი და რა ვქნა ახლა. გოგი, ჩემი ნახვა თუ მოგინდეს, მე ისე ვიქცხოვ. აუცილებლად გნახავ გოგი. დროები. რა ბზიკვა გიკვინას ამ დილით ვერ გავიგე. ბზიკვა არა, მაგრამ კიდე ღმერთს დავჭერ. მე ერთმანეთს რა ჩამდეს და თუ კეფალი გვაქვს შესაძლებელი. გამაგებინე რა ხდება აქ? ხო, კარგი დაკო. მე გაგაგებ. შენ მაინც არ გამეცეს თუ მარიკაც არა კაცო სადმე გაგებ. ამ დილით გონი მარტო მე ვარ. აბა. მე დავედი. ითხოვს დარჩები? არ ვიცი, ნახო. არა ხომ ნახავთ ეს? აუცილებლად ნახო. თუ ძმახარ. იმ შემისათვის ამბავი აუცილებლად განა. კარგი. სანიგო, თუ ძმახარ მითხარი, თქვენა კრება გქონდა თუ ვახშამი? მე და ყველა კრება ასე ტარდებოდა. ისე რომ იცოდე, მე მომიკლავს ვეშაპი 36 პარალელა. დავიდეთ ხო? ხნერთო ნუგადამა. ო, არჩილი ხარ? აბა გაიქცე გარი. აგრატიონია. ხო. ისეთი სადარია. დავით გამოვიძე. ვიქტორი თუ იყო? კი, იყო. კარგი, ნახავ ხო? კარგი. ჯანიკო. ძინა. ფიქრო. რა?
როდის გაიყო ჩვენი გზები რატომ გაიყო? ერთ ქალაქში, ერთ უბანში გავიზარდე, ერთ სკოლაში და ერთ კლასში ვსწავლობდი. ფეხბურთს ერთ გუნდში ვთამაშობდი. იქნებ შენ მაინც ამიხო. როდის გაიყო ჩვენი გზები? რატომ? როდის? იქნებ მაშინ როცა ბაშიაჩევსთან პითაგორას თეორემას ვსწავლობდი, თუ უფრო ადრე, როცა გამრავლების ტაბულას ვიზეპირებდი. ჯანიკო, შენ რატომ არ შეხვედი პარტიაში? ალბათ მართლა არასერიოზული კაცია. პარტიის წევრი რომ იყოს, ჩემთან წაიყვანდი სამუშაოდ. შენ თუ გონია მაშინ ამდენ სიმართლეს გეტყუდი. ვიქტორმა დღევანდელი დღეები არ მომაპატია. არა, შეიძლება ეს მართლა ვიცოდი. რამდენი ასეთი საქმე გამოგვიწყდა. ტაშით დაგვიკრავ. ერთ სულოვნად ხელით აგვიწევია, მერე ის ხელი თავში გვიწყავს. ამას რას ვაკეთებ? აი ასე ნევნელა გადავეჩვიეთ თავში ცოცხალი აზრის ძებნა. სულ იმის მოლოდინში ვარ, დაგვიძახებენ, დაგვიდგენენ, ვიბრძანებენ. აღმასრულებლად გადავიქეცეთ. შვიდობიან საუბრებას შევეჩვი. არა, რა თქმა უნდა, ჩვენს ხშირად ცოდავთ ხელმძღვანელებს. ჩვენ ხომ ძირითადად იმიტომ გვზიან, რომ რაღაც განსხვავებულ და გაბედულ აზრს ხარი დაუჭირეთ. რაღაც ისნება დავთეს, დადგენილი გზიდან გადაუხვიეთ. ხოლმე წავედი. სამივიხარ. ვალინდელ ლომერში მინდა მოვასწრო ინტერვიუ გოგილეჟავასთან. საბითმანი кайფულია. მანქანას ხარჯი აქვს. რაღაცი უცებ წარმოვიდგინეთ ჩემი რედაქტორის შეშინებული სახე ასეთი წერილი რომ ვიუტანო. რუბრიკი. ერთ პატარა ქალაქი. და რატომ ყველაფერი ასაკმო? აი ქალაქონის ბიუროდან. არა მართლა. ხუმრობა იკითხე. უმანით გზნობ რომ დიდი და სასარგებლო საქმე წამოიჭრა. რა თქმა უნდა თუ ხარი დავიჭირე. ნახოთ. ეტარეთ. და არ კიდევ. ძალიან მცირდები, მაგრამ ცოტა ხანს მარტო მინდა დავიცი. გინეთი კაი ანეკდოტი მოგიყვე. მიდი. ავადმყოფმა ექიმს შეშილა უძილობა მაწუხებს. ექიმმა კითხა. რა? მაინც რა კითხა? რა მოვიდა? ყველა ანეკდოტი ეს ბაშათა უმივარდა თავი. დავი, გოიავი ხამეში მართლა დავსერიოზო. წავედი. Bilamsidobisa. Parameo. Bilistinina. 22 50 frames. Dies. Absolutnie. Malo. Kendra, Felizami ar gidzinia. ძალიან ხმაურობდი ხო? მაკმაოთ. მარტო ხომ არ გგვიძები? არა. შენ ყველაფერი გესმოდა? მერე? რა მერე? ასე.
რა უნდა თქვა? ყველაფერი უკვე ითქვა. შენ სხვანაირად ცხოვრება არ შეგიძლია. იქნება დაგეძინა. არა. Se da visone. Scendo con da male. გამარჯობა. როგორ მიდის შენი საქმეები? ნორმალურად. შენი? ისე რა. მითხრა სენგურგეს აპირებსა დასწრა. ხო. როდის? აი ახლა ბიჭები მოვიდები. რამე ხომ არ სჭირდება? არა. დედა სახშია, მაგაზინა. შენთან მოვედი. შენთან? ხო. რა მოხდა რამ? არა. ისე უბრალოდ მინდა რაღაც კითხვა. ამოთქენია? ხო. იქნებ სხვა დროსი? არა, სწორედ ახლა. კარგი. გაჟი. ყველაფერი ვიცი. რაი? რაც გუშინ მოხდა ქალაქ ომში. დააკაცოხა. ინგითო. მე მომეჩვენა რომ შენ გაგიჭირდა. და ამიტომ მოვედი. კარგი თქვენი რომ მოხვედი. თუმცა გამიგზავრო არ შეიძლება შენი თვით. ვიცი. რატომღაც გონია რომ სწორედ ახლა შენ გვერდით უნდა ვიყო. მე მოვედი რომ გითხრა. თქვი? შენი ძირის და წავედი სახლით. ვიცი. მე რა თქმა უნდა მივხვდი რომ შენ მართალი იყო. რომ ამ ჩემი ინსტიტუტში მოწყობა მართლაც უპატიოსნო საქციელი იყო. მაგრამ იმაში მომეჩვენა რომ შენ პატიოსნება გაითამაშე. რომ იმასთან შედარებით რაც ჩვენს გარშემო მოხდება, ჩემი ერთი ქულის გამოთხოვნა ერთი ნამზადი ცოდვა იყო. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა თქვენ. მაგრამ მე დრო გავიდა კაცი ახალი მეგობრე. რა თავი გაჩნდა ახალი საქმე. ეს იუტე გამინევდა. Ani ხდი რომ შენ ჩემზე მეტად გაგიჭირდა. აი მოვედი რომ გითხრა. შენ ჭკვიანი და პატიოსანი გახარ. მე მინდა რომ ძლიერიც იყო. და ასეც იქნება რა თქმა უნდა. როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, მე შენი იმედი მაქვს. ვეცდე. ხო. Audiva. Давай.
ბედნიერად. კარგად იყავ. რა გიჭირდა შემატყობინე და მაშინ ვერ გავჩნდა. გემასა. შენი ცით დათო იყო. ვიცი. ცირან ხარ. აბა შენი ცით. შენი მეტი მაქსო. ჭკვიანად იყავი. მეც შევხვდი რომ ჭკვიანად იქნები მეთქი. კიდე ვიცი რა მითხრა. თუ გაგიჭირდეს შემატყობინე და მაშინვე აქ გავჩნდა. შენ წარმოგიდგენია ის რაც მე უნდა მეთქვა მისთვის თვითონ მითხრა. რა იზარდა კაცი გახდა. მოიცა რატომ მოვიდა დათო ამდილას? ან საიდან გაიგო რა მოხდა ქალაქში? ანაკ დიახ, გამარჯობათ ბატონო ოთარ. ძალიან გოდის ვიხდი რომ ასე დილა ადრიან გაწუხებთ სახლში. არა, სხვა საქმეა. თბილისში მინდა ჩამოსვლა. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება გადამწყვეტიც კი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. დღესვე თუ ამის დრო და საშუალება იქნება. დიახ. ნახონდეს. თბილისში უნდა წავიდე. ვეცდები რომ დღესვე დავუბრუნდეთ.